მოდი ოტია იოსელიანი გავუშვათ. ხო, დაბადების დღე ქონდა. ხო, დაბადების დღე ქონდა და სწორედ ამ იდენტობაზე ბავშვებზე და ქართულ იდენტობაზე საუბრობს და ძალიან ჭკვიანად ამ ვიდეოში. ძალიან ისეთ. მაგარია ოტია არა იოსელიანი. მედი გავუშვით რა. რაც სად ვიხედები ჩვენ და რას ვიქო და რა ლაპარაკობ უმეს დამოუკიდებლად ლაპარაკობ დამოუკიდებელი რაც მინდა მე თუ ჩემ ქვეყანა აღარ შემჭა ხელში დამოუკიდებელი ამიტომ მინდა მე სხვა ვიყო ჩემი გადამერჩინა ჩემი ჩემი თავარ მე საინტერესო გენიალურია რა ქვიან შექსპირი და ძალიან ბევრი დადგით მე მე პატრონი ყავს იმას შენ კი არა ეს შენი რაცა იმის უნკაცრესად უნდა მას ეულა და განსაკუთრებით საშინელება გაიძბა ეს ბავშვების რა ქვიან მომავალი თაობა მოდის ხოგუნები გოგებაშვილი ამბობდა რა ქვია 9 წლამდე არ შეიძლება სხვა ენის სწავლა ჯერ მისიონა უნდა ისწავლოს მიუხედავად ჩემი დიდაყვანისმისა გოგებაშვილის მიმართ მე წინააღმდეგია 15 წლამდე არ შეიძლება იქნა მოხდეს მისი ფორმირება მთლიანად მის ენაზე მის კულტურაზე მის საქმიან ნეჩვეულებაზე მის გვარზე მის ჯილებზე ახლა გვინდა იმას ეროვნებად გამოუღიათ მამის ახლა ახლა გვარს ამოგვიხებენ ალბათ ესე მინარიან ხალხი მაგებით არა მის ხალხი რას მეკობს არ უნდა მამის სახელი რა თუ არა მამამისი შვილი და თუ ეს აიტაგილება მამამისი ჩვენას გვერდჩის მამამისი მე თუ უხავდა მისი გაჩენა ჩემს სახელს ატარებს და ჩემს გვარს უძებს თვითონ მეიშალა აი ამის მეც ვერაფერს ვერ დავამატებ რა როდის ნათქვამი სიტყვები ჯერ კიდე რა როდის ნათქვამი ჯერ კიდე აი არასამთავრობო ორგანიზაციები რო აი პიკში არიან და ნაცები რო პიკში არიან და როდის ნათქვამი სიტყვები რა ვენაცვალე რა დიდება უფალს რომ ესეთი ადამიანები ყავდა საქართველოს რა ეხლა მინდა განახოთ ბავშვები ჩოხებით რა ესე იგი ფრინავი ბავშვები დავარქვით ხა ესე ყველა ესე იგი მაიკლ ჯორდანს ჰქონდა 1.25 რა სანტიმეტრი ნახტომი აი რაღაც ესეთი ნახტომი ჰქონდა მაგიტო ეძახდნენ Air Jordans რა ეხლა განახებთ ქართველი ბავშვების ცეკვას რა გავგიჟდი რომ ნახე რა ფრინავები არიან ელემენტარულად თან პატარები აი თუ შეიძლება გავუშვით რა ქართული სულილი ზა სულ სხვაგან აი ესეთ რამე სხვაგანს რომელიმე ქვეყანა აი როგორ სიმღერაშიც ცეკვაშიც აი ყველაფერში როგორ გარეგნობაშიც აი გავუშვით ეხლა ვინდა უბრალოდ ქართული გარეგნობა ცეკვასთან ერთად გავუშვა რა აი თუ შეიძლება გავუშვით აი და პატარა ის არის კადრია მაგრამ ძალიან მაგარი აი რა მაგარია რა ხო შეიძლება რა ვათვალიერებ ხოლმე მეთქი აი საქართველოს აი რო შევხვდა ეს ვიდეო პირდაპირ აი ზუსტად საქართველოს გავიგაგაი საქართველოა რა ის ბავშვებით საქართველოა ის ბავშვებით საქართველოა ესეც ამაზე უკეთესად საქართველოს აი ერთ კადრში ვერ ანახებ რა 100% გამორიცხულია რა ხო და ეხლა მინდა განახოთ კიდე ცეკვა რა ქართული იყო ბაღში როგორც ეკავე ბავშვები აი ძალიან მაგარია თუ ეს ბიჭი ხო ძალიან მაგარია მაგრამ გოგოს დააკვირდით რა მაგარი გოგოა თან ცოტა უხერხულება თან ეშინია ეტყვა ზეიმია რა და თავის პარტია უნდა ისეკოს და აი ძალიან მაგარი გოგოა და გავუშვით რა მოკლედ არ ვილაპარაკებ ეს რა აი ძალიან აი ამას ამ ერს რამე გადააშენეს თო ხო გამორიცხულია რა აი ხო ჩას რო ეხა
შანსი არ არის რა, ერთია ფარველობს ამათ რა. მთელ სოფლიოში ეგეთი ამბებია წარმოიდგინე და ბავშვები ცეკვაზე დადიან, იმაზე დადიან, ბაღში დადიან. ისა გამოსაშორებელი. არასვენებთ ეს ყველაფერი. არასვენებთ, არასვენებთ, ვერ ხედავ რებს იძახია. აი და ეხა მინდა გავუშე ერთი ეს არ ვიცოდი და კიდაღამ რო გავიგე გული კიდე მთელი ცხოვრებაა მაგ კიბეზე დავდივარ რა. და არც მეგონა თუ ეგეთი რაღაცა არსებობდა აი რუსთაველზე თეატრალური სარდაფირო იყო ადრე იქ რო კიბე ადის გრიბოედოვის ქუჩაზე ის კიბე ყოფილა შედევრი აი ნახეთ თქვენ რა და ვიტყვი რუსებმა აღმოაჩინეს თუ უკრაინელებმა თუ ვინ აი ყოველ შემთხვევაში რაც არის აი ეს კულტურული მემკვიდრეობა რაც აქვს ამ კიბეს იმათმა აღმოგვიჩინეს რა და გაგვირეცხეს და გაგვისუფთავეს რა დიდი მადლობა ყველას მათ რა მოხალისეებმა აი გავუშვით რა Зачем эти люди отмывают до блеска обычную лестницу в самом центре Тбилиси? Здравствуйте все, меня зовут Егор. Месяц назад прогуливался по этой лестнице. Мне повезло, что я шел оттуда сюда. Я увидел эти плитки, но они были покрыты большим слоем грязи. Пришла идея позвать, кто захочет открыть красоту. Здесь 2000 плиток, каждая с индивидуальным рисунком. Выпускники академии сделали. Вот теперь мы все воплощаем эту идею. Просто посмотрите, что может сделать одна прекрасная идея и несколько неравнодушных рук. Теперь эта лестница снова будет восхищать горожан и туристов. Обязательно приходите сюда сделать фото. აი მართლა სირცხვილი რომ ეს არ ვიცოდი მთელი ცხოვრება რუსთაველზე დავდივარ. ეს გავგიჟდე შემოგვხვდა ეს გრიბოედოვზე დავდივარ მთელი ცხოვრება. და მთელი ცხოვრებას თეატრალურ სარდაფში დავდიოდი სპექტაკლებზე. საიდანაც ადის ეს. წარმოდგენა არ ხონდა თუ ეს კიბე ესეთი იყო რა. და რა ლამაზია. და რა ლამაზია რა. და ძალიან მაგარი. აი ჩვენი აი გარი ქართული ამბავი რომ აი არ გვინტერესებს ად რა არის რა. ესე ჩაული გვერდს ახლა იმას რა ქვია. თამარ მეფისთაფლოს ნუ იგივე პონტია რა. არ ვიცი რა ძალიან მაგარი რაღაც აღმოაჩინეს. მადლობა რა მართლა. მადლობა ყველას ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო და გარეცხა და აი ესეთ ლამაზად რა ვიცი კიდე ჩვენთვის გააკეთე ეს ყველაფერი რა.